საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებების იდენტური შემთხვევები. ოკუპანტების მიერ უკანონო დაკავებული ექიმი ალექსი მამულია, რომელიც 2008 წლის ომშიც მონაწილეობდა როგორც ექიმი. მას კიდევ ერთ დაკავებულთან ერთად ახლა ოკუპირებული ცხინვალის უშიშროების სამსახური, ეგრეთ წოდებული საზღვრის კვეთას და რუსეთის დეზერტირის დახმარებას ედავება. ამ შემთხვევამ ბევრს გაახსენა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევა, რომელიც ცხინვალში იყო დაკავებული ეგრეთ წოდებული საზღვრის კვეთის ბრალდებებით. ოკუპაციის თემაზე მომუშავე ადამიანები აბსურდს უწოდებენ ექიმ ალექსი მამულიასთვის წაყენებულ ბრალდებებს. დარწმუნებული არიან, რომ მას სრულყოფილი ინფორმაცია ექნებოდა და სარისკო ქმედებას არ ჩაიდენდა. სალომე ბოკუჩავა გაგვაცნობს ამ მოსაზრებებს, ის აგრძელებს თემას პირდაპირ ეთერში. მოსაზრებებს შორის იყო მსჯელობა სოფო იმასთან დაკავშირებით, რამდენად მკაცრი არის საოკუპაციო რეჟიმი ფრიზიდვანის მონაკვეთზე. სწორედ ამ პერიმეტრზე სოფელ ნიქოსში მოხდა დაკავება, სავარაუდოდ გატაცება საქართველოს მოქალაქეების საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. დავით კაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი, ამბობს, რომ სოფელ ნიქოსთან რუსი ოკუპანტები მკაცრად აკონტროლებენ ტერიტორიას, არის დამონტაჟებული ასევე სათვალთვალო კამერები. მოგეხსენებათ, გატაცებულიდან ერთ-ერთი არის ადგილობრივი, რომელსაც კარგად უნდა ცოდნოდა, რომ ამ პერიმეტრიდან საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა თითქმის წარმოუდგენელია და ის საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად, აბსურდულად მიაჩნია ბრალი, რომელსაც ახლა მოქალაქეებს ედავება საოკუპაციო რეჟიმი და ცხინვალის ეგრეთ წოდებული გამოძიება. დარწმუნებულია, რომ რუსმა ოკუპანტებმა მოქალაქეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აიყვანეს. ასევე დავით კაცარავას ვკითხეთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ ექნებოდა შესაძლებლობა ამ პერიმეტრის გაკონტროლების, მისი განცხადებით პოლიციამ ფორმალურად დგას ამ ტერიტორიაზე და არ არსებობს პოლიტიკური ნება ეგრეთ წოდებული საზღვრის კონტროლის წინააღმდეგ. შემთხვევაში ისინი შეამჩნევდნენ, რომ ამ პერიმეტრზე მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და პროცესში ჩაერთვებოდნენ. არის შეკერილი საქმე, ვინაიდან ნიქოზის მონაკვეთი და უფრო დიდი მონაკვეთიც ავიღოთ პრისი დვანის მონაკვეთი არის ყველაზე დაცული მონაკვეთი ცხინვალის მიმდებარედ, სადაც გვაქვს რამდენიმე წყება საოკუპაციო ღობის გავლებული, რომელიც არის დაკამერებული და არის მკაცრი კონტროლის ქვეშ აყვანილი, ასე რომ ვფიქრობ, თუ განზრახვა იყო გადმოყვანისა ამ ადამიანის, ეს არ უნდა ყოფილიყო ამ მონაკვეთზე. სამხედრო ჰოსპიტალის ექიმი სინამდვილეში, რომელიც გახლავთ ასევე 2008 წლის ომის მონაწილე სამხედრო ექიმის სტატუსში ბუნებრივია, არის გატაცებული ჩვენი კონტროლირებადი მხრიდან. სამწუხაროდ ის პოლიციური ნაწილები, რომლებიც განლაგებულები არიან ერგნეთის და ნიქოზის მიმდებარედ, შეიძლება ითქვას, რომ ისინი ნომინალურად დგანან, მათი იყოფნა ფორმალური არის, ვინაიდან არ არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ მოხდეს ჩვენი მხრიდან ჩვენი ნაწილის ეფექტურად გაკონტროლებისა და სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობა დაუცველი არის მიუხედავად იმისა, რომ შიდა ქართლში პოლიციური ნაწილები დგანან. ის რომ საოკუპაციო რეჟიმმა ორი მოქალაქე დააკავა, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა გუშინ, სწორედ საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, სადაც ორ მძიმე ბრალზე არის საუბარი. ეს ინფორმაცია დაადასტურა გატაცების თაობაზე, დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. გატაცებულ ექიმთან დაკავშირებით ოჯახი კომუნიკაციისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეტი დეტალი გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, მათ შორის რა კავშირი აქვთ გატაცებულებს ერთმანეთთან და არის თუ არა აბსურდული ბრალი, რომელიც არის წარდგენილი ბრალის საფუძველზე გუშინ ეგრეთ წოდებულმა სასამართლომ ცხინვალში უკვე იმსჯელა, ორივე გატაცებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.